გამარჯობა, მოგესალმებით ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდი აღადავიწყებ თვალს, მე რამდენი ეპიზოდია, მორიგი ეპიზოდი დაიწყო ლევან ყუფარაძე, მერაბ ყუფარაძე, ძმები ყუფარაძეები, ყოფებით PUB 44-ში, მადლობა მათ ამ ფანტასტიკური სივრცის დათმობისთვის და გამოყოფისთვის და არ დაგავიწყდეთ ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოვყევით Facebook-სა და TikTok-ზე და რა თქმა უნდა მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარებშიც გამოგვეხმაურეთ. საინტერესო ამბები დაგვიგროვდა ამასობაში. მოდი დავიწყოთ ქოჩორას ტრანსფერით, იმიტომ რომ წინა გადაცემაში ნიკა ტაბატაძესთან ვინც უყურეთ, უკვე იქ დავაანონსეთ, რომ ქოჩორას კონტრაქტი ედო სპორტინგის მესვეურებისგან კონტრაქტი ედო მაგიდაზე და თვალსა და ხელს შუა ძალიან უეცრად, ძალიან ისე სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ღია არ არის, მაგრამ ოფიციალურად დადასტურდა ქოჩორას ტრანსფერი სპორტინგში. გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის ფეხბურთელია და ძალიან დიდი შანსია, რომ მომავალ წელს, მომავალ სეზონში უпростоრად კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაზე. ხო, ეს ყველაფერი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის ამ ეტაპზე სპორტინგი. თანაბარი კოლები აქვს სპორტი და ბენფიკას. ერთმანეთში სათამაშო. ხო, და ერთმანეთში მეორე თამაში სათამაშო აქვს და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პორტუგალიის ჩემპიონატიდან გადის მხოლოდ ერთი გუნდი, ანუ მხოლოდ ჩემპიონი ხდება პირდაპირ იმაზე ჩემპიონთა ლიგაზე, მეორეზე გასული გუნდი კი პლეი-ოფში ითამაშებს და ანუ თუ ჩემპიონი ვერ გახდა სპორტინგი, ვიმედოვნოთ რომ გახდება. ქოჩორა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს აუცილებლად თამაშობს, იმიტომ რომ მესამე ადგილზე მყოფ ბენფიკას 9 ქულით, ბენფიკას პორტოს და ბრაგას 9 ქულით უსწრებენ და ვერაფერი ვერ უნდა შეიცვალოს წესით ისე რომ მესამეზე ან მეოთხეზე ჩამოქვიეთ. თან არის იცი მნიშვნელოვანი რომ არ ვიცი ახლა ზაფხულში რა მოხდება, როგორ ტრანსფერებს გააკეთებს სპორტინგი, მაგრამ არიან იქ ფეხბურთელები, რომლებიც ნახევარდაცვაში, რომლებსაც შეუძლიათ რომ პრეტენზია კონდეთ ძირითად შემადგენლობაზე, ისევე რა თქმა უნდა გიორგი ქოჩორაშვილსაც ამის პრეტენზია იქნება და აბსოლუტურად საფუძვლიანი კონკურენცია იქნება, რაც კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდის ქართველ ფეხბურთელს და იმედოვნოთ რომ მაგარ კონკურენცია შედის იმ კუთხით რომ სამი ნახევარმცველი ყავთ, სამივე პორტუგალიელი და აქედან ორი ეროვნული ნაკრების ერთი დანიელი ჰიუმლანდი ყავთ. ჰიუმლანდი ყავთ, ხო და აქედან ორი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ეხლა ერთ ლიგაზე ითამაშეს. და ერთი კიდე ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ეხლა საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ვერ დასვამეს. თუმცა ჩვენ ვიცით ქოჩორაშვილი როგორი მებრძოლი და ხო, როგორი და რა სკილები აქვს ესე შეტევაში ძალიან ძლიერია, დაცვაში ჩაჭრას და ამ შემდეგ და ნუ მაგარ კონკურენციაში შედის, მაგრამ მაგისთვის მზად არის დარწმუნებული ვარ გიორგი და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის და ამბობს კიდევაც თამაშიდან თამაშამდე. ასე რომ კარგი ტრანსფერია ქოჩორა სპორტინგში და წარმატებებს უსურვოთ. ხო და წარმატებებს უსურვოთ მის გუნდსაც, ანუ მოდი ცოტა კონკრეტულად ვიტყვი იმას, რომ უკვე სპორტინგის ფეხბურთელია ოფიციალურად და ტრანსფერის შემდგარია, თუმცა სეზონის ბოლომდე რჩება ლევანტეში, იმ ლევანტეში, რომელიც იბრძვის ლა ლიგაში გადასასვლელად. და ისიც სათქმელია, რომ კონტრაქტში ესეთი კონტრაქტი არა, სანამ კონტრაქტი გაფორმდებოდა, მანამდე მაგიდაზე ედო ეს შეთანხმება, თუმცა სპორტინგი მას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ კი საქმეში კიდე სხვა გუნდი ჩაერთვებოდა ლევანტეს და სპორტინგის ურთიერთობაში და ქოჩორას ურთიერთობაში. და ჩაგდა ნაპოლი. სელტიკი იყო ოფიციალურად, რომელმაც შეთავაზება გააკეთა და სპორტინგმა აქედან გაუდინარე ეგრევე რა თქმა უნდა. ნაპოლისგან ინტერესი იყო უბრალოდ ოფიციალური შეთავაზება არ მეუღია ხოლმე. მოკლედ ქოჩორას წარმატებებს უსურვებთ და იმედია რომ ჩემპიონთა ლიგაზე, რომ წვერ ნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგის სკოლა და პორტუგალიური ფეხბურთის სკოლა მას რა თქმა უნდა ისტორიის ძალიან დიდი ტრამპლინია ქოჩორაშვილის ეს ტრანსფერი, რამოკლედ რო თქვა. წავიდეთ UFC-ზე და თქვათ უკვე რომ ცნობილია რომ 8 ივნის მერაბ დვალიშვილი მეორედ ქამრის დაცვას შეეცდება კარგად ცნობილ შონ ომალისთან, რომელთან ბრძოლაშიც მოიპოვა ქამარი. ომალი ბუნებრივია რომ მოწყურებულია რევანშს, თუმცა ჩვენ ვიცით მერაბ დვალიშვილი არანაკლებ მოწყურებულია იმას რომ შეინარჩუნოს და დაიცვას ქამარი და 8 ივნის გველოდება ეს ორთაბრძოლა. თან ამას ისიც ემატება რომ მერაბი უკვე ანუ კი არ ვამბობ რომ კარიერას ამთავრებს, უკვე ისეთ ასაკშია რომ მაინც ახლა 10 წელი არ იქნება UFC-ში რა, რაღაცა თითქმის უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული, ორჯერ გახდა ჩემპიონი, უკვე ისეა რომ თითქმის ბოლოსკენაა გასული. არ ვამბობ იმას რომ ხვალდაზე დაამთავრებს, მაგრამ ახლა 10 წელი ფიზიკურად იქნება, იმიტომ რომ უკვე ასაკში არის, 33 წელს არის თუ ვწდები და შონ ომალის დღეს თქვა რომ ყველაზე დამსახურებული ჩემპიონია სუბუქ წონაში. და ეგეთი ლეგენდა ამ წონაში არის საყოფილო და ნუ კარგია, სალაპარაკო ენა შეიცვალეს, მუქარები აღარ არის, იმიტომ რომ ანახა მიუჩინა საკუთარი ადგილი შონ ომალს ჩვენმა მებრძოლმა და იმედი ვიქონიოთ რომ უმან ნორმაგომედოვთან დაიცვა ტიტული.
და ეხლა მეორე დაცვა იქნება. უმარი ისეთი არ მიყვარს უმარი, იმიტომ რომ 5 ჩემპიონი ყავს გალაფული ამ კაზა და ისე გახდა ჩემპიონი. ნახოთ რა იქნება, წარმატებებს უსურვებთ ყველა შემთხვევაში და კიდევ ერთხელ გეტყვით, მე წინა ეპიზოდის დროს ვთქვი, რომ UFC-ზე უფრო ცლად სხვა ეპიზოდებში ვილაპარაკებთ სტუმართან ერთად და ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაზეც ეხლა გაკვირით მოგახსენეთ მე და ბაბატონმა ჩემმა ძმა. ჰუსკორდის მონაცემებით ბუდუ ზიუზიოძე მოხდა ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მარტისთვის საუკეთესო გუნდში. მან 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა 4 თამაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლი გადაცემა შეასრულა და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს ბოლოს სტუმრად არ მახსოვს ვისთან ჰაიდენჰაიმმა, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ჯერ კლუბი კვლავ რჩება გასავარ ზონაში, თუ პირდაპირ თქვა რომ ძალიან თუ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა ბუნდესლიგის ქვედა იმაშიც, მაგრამ 16 ზემოთ უკვე თითქმის გადაწყვეტილია. ხო, ძალიან ჭიდრობიან, ხო და ჰაიდენჰაიმს რთულ და მოუგეს სტუმრად 0-1 და იქაც ძალიან კაი თამაში ჰქონდა ბუდუს. და ნუ მოკლედ ბუდუს მიულოცოთ რომ მოხდა პირველი სერიოზული სიტყვა უკვე თქვა, მოხდა მარტის თვის საუკეთესო გუნდში ბუნდესლიგის, გაიტანა 2 გოლი, შეასრულა 1 საგოლი გადაცემა და იმედი ვიქონიოთ რომ ბუდუს აი ეს წარმატებულია ეს მარტის თვე ჰაიდენჰაიმსაც გადაექცევა მომავალ თვეებში ისე რომ დარჩენ ბუნდესლიგაში. და თქვათ ისიც რომ შეტევაში ამ მარტის თვის სიმბოლურ 11 ტოლში ბუნდესლიგის შეტევაში არიან ბაიერნიდან ლეროი სანე და ოლისე და ჰაიდენჰაიმიდან ბუდუ ზიუზიოძე და ერთადერთია ბუდუ ჰაიდენჰაიმიდან რომელიც აი ამ სიმბოლურში ხო ბევრი რამეა მაგით. არა, კარგი სტატისტიკაა, ნამდვილად თან 7 და 34 მიასები ქულად თუ ორხდები შეფასება, ხო 10 საშუალო მთელი თვის განმავლობაში გადასარევია და წარმატებები ბუდუს, იმიტომ რომ თითოეული ქართველი ფეხბურთელის აი ესეთი წარმატებული ასპარეზობა ისევ და ისევ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარადგება და საქართველოს ნაკრებიც იქნება უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი, იმიტომ რომ სექტემბერში ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ციკლს, ახალ ციკლს. რომ ყველა ეპიზოდში, რასაც ვიღებთ ახლებს, ყველგან გვიწევს ქართველი ფეხბურთელის წარმატებებზე საუბარი. აგერ სტუმარი გვეყოლება მეორე ბლოკში იქ ვილაპარაკებთ კვარას მეოთხედფინალზე, ჟორჟ მიქაუტაძეზე, ყველაფერზე რა. ჟორჟ მიქაუტაძე წინაზე გადაცემაში ტაფსონასთან ვილაპარაკეთ, ჟორჟი რა ფორმაშია და რეკორდებს ხსნის ლიონის და რაღაცეები და შემდეგ. იმედი ვიქონიოთ კი არა და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ გადაცემებში კიდევ და კიდევ უფრო მეტ ქართველ ფეხბურთელზე მოგვიწევს საუბარი და არა ისევ კვარაზე და ისევ მაგაზე მოგვიწიოს კაცონეტა, მაგრამ იქ მექვაბიშვილმა მოუმატა, იქ ამან მოუმატა, იქ გოგლიჩეზე დაფრინავს, იქ ის დაფრინავს და ძალიან სასიხარულოა მოკლედ. ქართული ფეხბურთის წინსვლა არის ყველაზე დიდი წარმატება. კი ბატონო. ბოლო წლებში საქართველოში, თლიანად ქვეყანაში. და წარმატებული სულ აქვს ძიუდოისტებს. ნუ ჯერ არ ვიცი რამდენი. ანუ ექნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ისეთი შემადგენლობით მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. გამოქვეყნდა უკვე ის შემადგენლობა, რომელიც იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე პოდგორიცაში, მონტენეგროში 23-26 26 ინდივიდუალური ასპარეზობები და 27-ში გვექნება უკვე გუნდური ასპარეზობა. ხო, კი ბატონო. მოკლედ, მოდი გავაცნოთ ხალხს შემადგენლობა. ხო, 60 კილოდან დაიწყებს გიორგი სარდალაშვილი, 66 კილოში იქნებიან ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე, 73 კილოგრამ 73-ში იქნება ლეგენდარული შალუთოშვილი, 90-ში დაბრუნდა ტატო, ოლიმპიადის მერე პირველ წელს 90-ში, 90-ში აკვაუნდა ორი ძულელი დუეტი, ბექაური მაისურაძე, 100-ში ილიას უამაინძე და პლუსაში გურამ თუშიშვილი. და ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ გუნდური, შერეული გუნდური ასპარეზობისთვის დაგვემატებიან გიორგი ჯაბნიაშვილი 90-ში, ასევე დაგვემატება ირაკლი დემეტრაშვილი პლუსაში და კიდევ გვემატება და გვემატება აგვარია ჭადის სახელო და გავიწმება. ჭადის სახელო და გავიწმება. კაი, კაი, ამ მნიშვნელობაა, კაი. კარგი, ძლიერი, ოპტიმალური შემადგენლობით მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე და გოგოებზე ვთქვა, შემადგენლობაში არიან, რა თქმა უნდა, ეთერ ლიპარტელიანი და ეთერ ასკელაშვილი, ასევე სოფიო სომხიშვილი, არის ჯულიეტა როდონაია, მე ბოდის გიხდით წავიგე, იმიტომ ზეპირად ვერ დავიმახსოვრე სახელები და გვარები, ნინო ლოლაძე გასაგებია, მარიამ ჭანტურია. ჭანტურია ბრუნდება ძალიან მოკლედ ძიუდოში, როგორც ჩვენ დაგვიანონსა 2 ეპიზოდის წინ ლაშა გუჯეჯიანმა მთავარ მომცემლად ძიუდოს ნაკრების, მან გითხრა, რომ პირდება მოკლედ არაერთ წარმატებულ ასპარეზობას, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ივნისში უკვე სოფლიო ჩემპიონატი გველის, თუმცა იქამდე ევროპაა და კიდევ ერთხელ შევახსენოთ თარიღები 23-26 ინდივიდუალური ასპარეზობები და 27 გუნდური. მოკლედ ჩემპიონთა ლიგაც გვაქვს ჩვენ დღეს როცა პროგრამაში როცა დაიდება ეს
ეპიზოდი საღამოსვე დაიწყება 2 თამაში და ხვალ კიდე 2 თამაში, თუმცა ამაზე ჩვენ არ გელაპარაკებით, გავდნა იქიდან რომ რამდენიმე წამში სტუმარი შემოგვიერთდება გიორგი პავლეაშვილი, სპორტის ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტული კომენტატორი და მასთან ერთად დეტალურად მიმოვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის წყვილებს, შანსებს და ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე წარმატებულ და ყველაზე ყურებად და საინტერესო საკლუბო ტურნირზე. მოკლედ, რამდენიმე წამში ველოდებით გიორგი პავლეაშვილს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სანამ გადავალთ მეორე ბლოგზე, რომ გამოიწერეთ ძმების პოდკასტი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოგვყევით TikTok-სა და Facebook-ზე ამავე სახელწოდებით ძმების პოდკასტი. წავიდეთ, ხო პავლიკასთან? წავიდეთ, მაგრამ წეგან გამომჩა ის ძიუდოზე რომ გამოჩა, არ შემეძლო რომ თქვა 73-ში მიხეილ ბახალაშვილი იწიდა გუნდურში. ხო. კი ბატონო, ეხლა შეგვიძლია წავიდეთ. ეხლა შეგვიძლია წავიდეთ. გიორგი პავლეაშვილი კი გამეორე, მაგრამ არ გვაწმენს კიდევ ერთხელ გამეორება, რომ სპონსორების თაობაზე ჩვენ ვართ ღია, შეგვიძლია დავუკავშირდეთ როგორც Facebook-ზე, ასევე WhatsApp-ზე, ყველგან მითითებული გვაქვს ყველა წყაროზე როგორც Facebook-ზე, ხო, mail-ზე, TikTok-ზე გვაქვს მითითებული, YouTube-ზე და Facebook-ზე ჩვენი მეილით, ყველა მთელი ქალაქი გვიცნობს ყველას და თქვენ თავარია თქვენგან მხოლოდ ინტერესი და მთელი ქალაქი გვიცნობს, გაიკითხეთ ძმები ყურებელები. თავარია თქვენი ინტერესი და ჩვენ ღია ვართ, რა თქმა უნდა, შემოთავაზებისთვის და ამაზე მე დეტალურად დავივალოთ. კაი, წავედით პავლიკასთან. ავედით. ვიწყებთ მეორე ბლოგს და სტუმართან ერთად გიერთდებით, როგორც დაგპირდით, ჩვენი ძმა და მეგობარი პავლიკა გიორგი პავლეაშვილია ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთადაც ვრცლად და დეტალურად მიმოვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს, იმიტომ რომ დღესო სამშაბათს როცა ჩვენი ეს ეპიზოდი დაიდება YouTube სივრცეში უკვე ღამე ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც წამოგვეწევა და საინტერესო მატჩები და დროც იქნება იმისთვის რომ ჩაუვზდენ და ჩაუვსხედით უყურეთ და თუ გამართლება ჩვენი პროგნოზები და რაზეც ვილაპარაკებთ მე უკვე ლიგას შეხედავ კი ბატონო მე ლიგას უყურეთ პავლიკ როგორ ხარ კარგად თქვენ როგორ ხართ მადლობა კარგი ხანია ვერ შევხვდით ის ერთმანეთს სულ გვაქვს კომუნიკაცია მაგრამ რაღაცა აქ გნახულობ და მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ მიხარია რომ აქ ვარ და გისურვებ წარმატებებს ძალიან კაი წამოწყებაა და ხალხს მიმართავ რომ უყურეთ ძმებს, იმიტომ რომ კაი ხალხი არიან, საინტერესო ადამიანები არიან, თავის საქმის მცოდნეები და გამიხარდება ყოველთვის თქვენი წარმატებები. როგორ ხარ? აბა მოგვიყევი რა ხდება შენკენ კარგი საინტერესო სამსახური, რეპორტაჟები, თამაშები, ეს ამაში ხარ. თავგადასავალში სამსახური, ისე როგორც თითქმის ყველა ამ ქვეყანაში, სხვა რა გზაა, მაგრამ ნუ ეს ის შემთხვევაა, როცა ისეთი სამსახურია, რომელიც რომც არ იყოს, მაინც იმას გავაკეთებდი, ან თამაშებს უყურებდი. და თან მე მიყვარს სეზონის ეს ნაწილი უკვე რა, რაც გადამწყვეტ ფაზაში რო შეძე. ეხება ხო, ეს ნაწილი მიყვარს, იმიტომ რომ პლეი-ოფები უკვე ეგ არის ისაც მთელი სეზონი არის და ყველა გაგებით კარგი სეზონია, როგორც სპორტული, ისე ამინდი გარეთ სასიამოვნო ისე რაღაცა აურაშუფევს გამოდის მე რომ მკითხე კიდე რასაკეთებო ქვეყანაში არ არის ესეთი აურა როგორც მინდა ხო სახლის სამსახურის გარდა ამას ვაკეთებ კიდე ეხა სადაც ვარ ეგეთ ადგილებში დავდივარ ხოლმე რომ ცოტა განვიტვირთო კიდე ქვეყანა ახსენე და სამსახური ახსენე და მაგ ყველაფერს განვიტვირთვა ჭირდება ხანდახან და კი ბატონო ეს ადგილი ძალიან მომეწონა მე რაღაც დაგიმოვა შვენიერი კარგი დავიწყოთ მაშინ არსენალი რეალი ხო რეალთან მიმართებით, ნუ ჩვენ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი ვარაუდი რომ უშანსოდ არის და კომენტარებში დაგვიწერეს რომ როცა უშანსოდ ხო ეს გამოვთქვით ჩვენი ვარაუდი და კომენტარებში დაგვიწერეს რომ რატო ამბობთო მაგასო როცა ფეხბურთია ჩემპიონთა ლიგა და რა თქმა უნდა მეცე კითხვა გამბავია უბრალოდ მენტალურად მგონია რომ რეალი ბოლო თან ბოლო ამ თამაშებს სოსიედადს როგორ მოუგო ატლეტიკოსთან როგორ გავიდა და მგონია რომ მენტალურად იმდენად მყარი და იმდენად შესიზღორცებულია ჩემპიონთა ლიგა მაგას ვამბობ რომ არსენალი თავისი გამოცდილი მაგრამ თან ამ ტურნირზე გამოუცდელი ფეხბურთელებით რთული იქნება იმ მონსტრის დამარცხება რასაც ხო მაგრამ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ნეონელა საკადაბრუნდა კარგი არის ეგრევე გოლი გაიტანა თან ისე დაბრუნდა რომ არტეტას ჰქონდა ძალიან დიდი პრესკონფერენცია მატჩის წინ, აი პრემიერ ლიგის თამაშის წინ და მან დილაპარაკა თითქმის სულ 1 საათს განმავლობაში ლაპარაკობდა საკაზზე, რომ ისევ ყველას იმედი მოგვეცა, ისევ პრემიერ ლიგისთვის ისევ ვიბრძვით, ახლა არ იწყვეს რომ წავაგე და რაღაც, მაგრამ ანუ ისეთი არა, ეგ გულში ლივერპულმაც მოიგო ისეთი ისა რომ პრემიერ ლიგაში ნუ თითქოს 95-19% ყველაფერი გადაწყვეტა. 12 კულას ხო. ხო და დარჩა 8 ტურის. მე ბოლო ბევრი წელია უკვე, ძირითადად უშუალოდ აი ეგეთ შეხვედრებს როცა უყურებ ხოლმე
გულშემატკივრობთ იმ გუნდს, რომელიც უფრო იმსახურებს, რომელიც უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს კონკრეტულ შემთხვევაში. ეგ მოდის ფეხბურთის სიყვარულიდან და არა კონკრეტული გუნდის ბარსელონას რო ამ სეზონში ფლიკის ბარსელონა ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ იყო ამ ბოლო წლებში რამდენი წელი ბარსელონა, რომელსაც ვეღარ გულშემატკივრი, კი, მაინც მინდოდა რომ მოვიგო და ბარსელონას თამაშობს უყურებდა გულშემატკივრობდი, მაგრამ არ მიზიდავდა, ხო? აი ფეხბურთი რა ნება უნდა გიჩნდებოდეს, ხო? ეხლა თუ მე რაც მომწონს ფეხბურთში, იმას არ აკეთებ ჩემი საყვარელი გუნდი. მაგიტომაც საქართველოს ნაკრებს პირობითად, ხო? მთელი ცხოვრება გულშემატკივრობ, როგორიც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრები უფრო საგულშემატკივროა, ჩემს იმიტომ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორიც მომწონს და კუპერის საქართველოს ნაკრები პირობითად, ხო? რომ ავიღო და კიდე ბევრი იყო ეგეთი. ვერ გულშემატკივრობ, ისე კი გინდა რომ მოიგოს კი ნერვიულობ, მაგრამ ისე ვერ გულშემატკივრობ რა და ამ ბარსელონას უფრო მაგიტო გულშემატკივრობ. რაც შეეხება რეალი არსენალს, რა თქმა უნდა, ეხლა ხო სტერეოტიპი აღარ არის უკვე რომ რეალია და ჩემპიონთა ლიგა. რეალი სულ ფავორიტი არის ამ ჩემპიონთა ლიგაზე. თან ის შემთხვევაა, რომ შემადგენლობაც ხელს უწყობს, ყველაფერი ხელს უწყობს, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ გამოჩნდა ეხლა რეალს ხარვეზები აქვს. სოსიედადი ახსენე, ელ კლასიკო გავიხსენოთ პირველი წრის, ატლეტიკოს რეალურად ვერაფერი ვერ მოუგო, ხო? მთლიანობაში ორი თამაში ლა ლიგაში ვერ მოუგო, ჩემპიონთა ლიგაზე პენალტებში გავიდა, ისიც როგორ გავიდა, ხო? იმ პენალტებშიც კი რაღაც იღბლის მომენტი იყო, მაგრამ მთლიანობაში ეხა ესე წყვილი რომ წარმოვიდგინო 45-45-ზე მაქსიმუმ ჩემი აზრით რეალის უპირატესობა, იმიტომ რომ იქ არის არტეტა, იქ არის ფილოსოფია ჩამოყალიბებული, არსენალი თავისი მთელი წარუმატებლობებით ამ UEFA-ს ტურნირებზე და ჩემპიონთა ლიგაზე ამ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ ეს ცოტა სხვა არსენალი არის, ხო? ესპანელი მთავარი მწვრთნელი მიკელ მერინოა ძალიან მაგარ ფორმაში თან. ძლიერი გუნდია რა. კარგი გუნდია რა. უკეთესი. ახლა ძალიან ძლიერი. წინა სეზონში კიდე უკეთესი იყო, მაგრამ ჩემი აზრით მომწიფებულია ეს არსენალი, რომ ის რისთვის იბრძვიან, ხო? ალბათ მომწიფებულია იმისთვის, რომ ზუსტად აი ესეთ გამოწვევებს შეეჭიდონ, რაც ქვია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და გრანდები და აი გამოჩნდება რეალურად არტეტამ რა იმუშავა ამდენი წლის განმავლობაში არსენალში და რა გუნდი მივიღეთ. ხო, პრინციპში გეთანხმები, პავლიკ, რას თქვი, რომ არსენალი იდეაში ამ არსენალმა უნდა თქვას სიტყვა თუ რაღაც პრეტენზია აქვს ელემენტარული არტეტათან მე აღარ მგონია რომ არტეტა ამ გუნდში დიდხანს გაჩენს. თავარია რომ გაბრიელი დაუბრუნდეთ. გაბრიელი არა, ვერ დაუბრუნდეთ. შეიძლება გაბრიელი არ ყავთ, ეგ ძალიან დიდი დანაკლისია. შეიძლება არ, მთელი სეზონი ვეღარ ხო და ძალიან დიდი დანაკლისია. ეს არ ვიცი რამდენი შედგება ეგ წყვილი ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი რეალს გულისხმობ. დიდი შანსია რომ შედგეს, ხო? უბრალოდ იქ უკვე არ ვიცი მაინც დრო გავა, იქ ვიღაც შეიძლება დაშავდეს, რომელი გუნდი როგორ ფორმაში იქნება, მაგრამ ეხლა რო ხდებოდეს მეოთხედფინალში პარი სენ-ჟერმენი და რეალი მე ვიტყოდი რომ პარი სენ-ჟერმენია ფავორიტი. კი, იმიტომ რომ ანუ ეგეთი მონაკვეთი გუნდს რაც ბოლო პერიოდში პარი სენ-ჟერმენს აქვს, საოცრად თამაშობენ. ეგ მათქმე ვინებდა რომ დღეს პარი სენ-ჟერმენი არსენალზე მაგას ვერ ვიტყვი, არსენალი არ არის ეგეთ ფორმაში, რეალია ამ წუთში ფავორიტი, ალბათ რეალი მაინც გავა, მაგრამ ბრძოლას ველოდები ორივე თამაში. შეიძლება იგივეს რაც იყო ატლეტიკოსთან ძალიან მძიმე. ისე თუ დააკვირდები ხა პრემიერ ლიგაშიც ბოლო პერიოდში აი განსაკუთრებით ლიგის მეროთფინალებამდე და იქიდან მოყოლებული სანამ PSG-სთან გავარდებოდნენ ბოლო ტურები და ბოლო ტურებში ლივერპულს როგორი პრობლემები შეექმნა, ხო, სეზონის ბოლოსკენ და ამით იდეაში არსენალმა დიდად ვერ ისარგებლა, იმიტომ რომ რაღაც ქულები გაანიაო არსენალმაც. გონია რომ აქცენტი სრულად ჩემპიონთა ლიგაზეა რა. არსენალი მე მაინც გონია რომ დღემდე არის უფრო საათასო გუნდი მიუხედავად იმისა რომ თასებზეც არაფერი არ გამოსდის, დღევანდელი არსენალი, არტეტას არსენალი აი მარათონში უფრო სახიფათოა, ძლიერ სიტის, ძლიერ ლივერპულს ვერ მოუგებს, ვერ უგებს და ვერ მოუგებს და სამაგიეროდ ამ გუნდმა მაგ ახალგაზრდებით საკა მარტინელის ესეთი კონკრეტული დაპირისპირებები გინდა ბარსელონასთან, გინდა ყველა გრანდთან, რეალთან ვინც იქნება, შეიძლება გაიაროს. საინტერესო წყვილია ყველა შემთხვევაში ძალიან მაგარი თამაშები უნდა იყოს. პირველი თამაში ემირეტებზეა დღეს 11 საათზე ლონდონში გაიმართება და მე უკვე ერთი კვირის თავზე სანტიაგო ბერნაბეუზე შეხვდებიან ერთმანეთს. ჩემი აზრით ყველაზე დამაინტრიგებელი წყვილი მაინც ბაიერნი ინტერია რა. იმიტომ რომ აფიშაც ისეთია ბაიერნი ინტერი, თან ბაიერნმა ჩემთვის ცოტა მოულოდნელად, ბევრისთვის შეიძლება მოსაოდნელად ლევერკუზენს ძალიან მარტივად მოუგო. მან რა იყო, იცი, აი ჩემთვის უფრო ერთი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრები როცა არის ხოლმე. მით უმეტეს როცა გერმანიას ეხება საქმე, აი ბაიერნს რომელმა გერმანულმა გუნდმა უნდა მოუგოს ჩემპიონთა ლიგაზე, ცოტა რთული სათქმელი არის რა. მეც ვფიქრობდი, ვამბობდი კიდევაც რომ ლევერკუზენს შანსი ჰქონდა, ის კი არა შეიძლება ვთქვი რომ ლევერკუზენია ფავორიტი, იმიტომ რომ რაც უყურებდი ხო,
მაგარი გუნდია, როგორც წინა სეზონი ჰქონდა, მანამდე თუ გახსოვთ იყო ბოლოს ბუნდესლიგაში ლევერკუზენი ბაიერნი. ორჯერ დაარტყა, 73 წუთი დარტყმა არ ქონდა. პრეზიდენტთან ხო ერთად გასულა ვერ მოუგო, მაგრამ ლევერკუზენს ძალიან დიდი უპირატესობა. ეს ყველაფერი მათქმევინებდა, რომ შეიძლება რატო არა ლევერკუზენმა მოუგოს, ხო არც იყო აუთსაიდერი დიდად ამ წყვილში, მაგრამ ეს შეხვედრები რომ ნახე დავრწმუნდი, რომ რაღაცა კომპლექსი აქვს ბაიერნის აკიდებული ამ გერმანულ გუნდებს და შეიძლება იქ ბუნდესლიგაში ყველაფერი მოხდეს, აგერ ჩემპიონატიც მოუგო, შეიძლება კონკრეტული შეხვედრა მოუგოს, თასზე მოუგოს, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგას ეხება საქმე, გერმანული გუნდი ბაიერნს განა ვერას დროს, მაგრამ აი ესე ადვილად და მარტივად და ყოველ სეზონში ვერ მოუგებს და ეს გამოჩნდა რა ჩემპიონთა ლიგა მაინც სხვა სივრცეა რაღაცნაირად და ამისი გამოცდილება ბაიერნია, ამათ აკიდებული აქვს ცხოვრებისეული კომპლექსი ამ ბაიერნის და როცა მნიშვნელოვან თამაშზე მიდგა საქმე და გადამწყვეტ თამაშზე, ორ თამაშზე თუნდაც კი ვნახეთ რა უქნა ამ ბაიერმა. ისე რა მაინტერესებს, აი კომპანიზე შენი აზრი მაინტერესებს, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და მე ვერ ვიგებ რა კომპანი რატო როგორ აღმოჩნდა ბაიერნში. გავიგე, შეიძლება პირობითად შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ძალიან წარმატებული იყოს კომპანიის და ბაიერნის ურთიერთობა, მაგრამ აი რანაირად აღმოჩნდა პრემიერ ლიგიდან გავარდნილი გუნდის მთავარი მწვრთნელი მიუნხენის ბაიერნში. რა არის, აი კომპანია მეც ბევრჯერ დამისვამს ეგ კითხვა რა, რომ აი რა შუაშია კომპანია და ბაიერნი ერთმანეთთან. ერთადერთი ახსნა იქნება თუ ბაიერნმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გავიდა ფინალში პირობითად. აი იქნება ახსნა, რომ აი თურმე ამათ და ვიცით ვინ არიან ბაიერნის მესვეურები და ვინ წყვეტენ იქ საქმეებს და როგორც წესი ძალიან კარგად იციან ხოლმე თავის საქმე. ნუ ჩვენ ისე ვერ მივხვდებით იმას, რატომ მიიყვანეს კომპანი, მაგრამ თურმე იმათ ცოდნიათ. მაგას ვიტყვი. სხვა ახსნა მე არ მაქვს კომპანი ბაიერნში რატო დანიშნეს, მე რა ვიცი, არ ვიცი, ანუ მართლა არაფერი შუაში არ იყო, მაგრამ დანიშნეს. ინტერი ინზაგიში ახსენე და ძალიან მომწონს, ინტერი ძალიან დაბალანსებული გუნდია, ძლიერი გუნდია. ღრმა შემადგენლობა ყავს, იციან რას აკეთებენ, აგერ ჩემპიონთა ყოველთვის ამ სეზონში ამ ლიგის ფაზაზე ვამბობდი, რომ ეს არის მთავარი ფარული ფავორიტი, ხო, იმიტომ რომ არ იქცევს ყურადღებას თავის 1-0-ებს იგებს, გოლს არ უშვებდა გუნდი და ძალიან წყნარად გაიარა. იქ ლივერპული რო ჭექდა და ბარსელონა მილიონ გოლს იტანდა, მე რა ეს ვერ იტანს შეიძლება მილიონ გოლს, მაგრამ აკეთებენ თავის საქმეს, ფშვიდად წყნარად მიდიან. მე რატომღაც გული მიგრძნობს უფრო ეგრე რო ვთქვა, რომ ინტერი გავაწყო. თან ინტერს თუ დააკვირდები ხა სერიაში გავიგე ხა რომ სერიაში ერთი მთავარი კონკურენტი ხა ნაპოლი ყავს, ატალანტა კარგად დაიწყო და ბოლო თამაშებში ატალანტა მის საჩემპიონო თამაში ვერ მოიგო, ნაპოლი ინტერი რო იყო იმ დღეს ვერ მოუგო თუ სწორად მახსოვს პარმას თუ ვიღაცას მოკლედ აუთსაიდერს ვერ მოუგო, ვენეციას ვერ მოუგო სახლში. და აი მან ისეთი ოქროსკულები დაკარგა, რომ მან დამთავრდა ატალანტას საჩემპიონო ამბიციები და ინტერი ალბათ არ ვიცი ნაპოლი როგორ გაუქაჩავს ინტერს, ინტერი ისეთ თამაშებს იგებს 1-0, 2-0 წყნარად, აი საჩემპიონო გუნდს როგორც შეეფერება. ნაპოლის უპირატესობა არის, რომ ინტერს ახლა საფიქრალი ექნება ბაიერნია ჩემპიონთა ლიგა, ხო, სერიაში რაღაც კულები დაკარგოს ის გამო. ინტერი პრინციპში სერიაში შვიდად ვერ არის, მაგრამ მაინც დამაჯერებელია ყველაფერთან ერთად. მაგრამ ნუ ამას დამატებული ის რომ ბაიერნის мотиваცია არის რომ ალიანს არენათან თაზზე აღარ არიან ბუნდესლიგა საკმაოდ წინ არიან ლევერკუზენთან ალბათ ის мотиваციაც აქვს რომ ტრემბლი მოიგოს ხო მაგრამ რამდენი ხო ეგეც არის მაგრამ მე მაინც მგონია რომ ცოტათი მაგრამ შენ თუ ამბობ 45-45 არსენალი რეალზე ხო მე ვიტყვი აქ მაინც 51-49-ზე ბაიერნის სასარგებლო ხო შეიძლება ხო ფავორიტი ბუკმეიკერებიც სავარაუდოდ ეგრე ფიქრობენ რომ ბაიერნი თამაში ალიანს არენაზეა ეცდება რომ ალიანს ესასწორებს მეც სიმართლე რომ გითხრა გადავალთ მეორე დღეზე და ბარსელონაზე ბაიერნი მირჩევნია ბარსელონას შეხვდეს ნახევარფინალში ვიდრე ინტერი თუნდაც იმიტომ რაც ლიგის ფაზაზე ვნახეთ თუნდაც იმიტომ რომ ჩემი აზრით ბარსელონას სათამაშო სტილისთვის ბაიერნისნაირ გუნდთან შეხვედრა უკეთესი არის რომ ბაიერნი ინტერზე სუსტია უბრალოდ და ჰანსი ფლიკის ფაქტორი ხო ფლიკის ფაქტორიც არის და აი თან ერთხელ შეხვდნენ ლიგის ფაზაში თამაში ხო ეგ ვთქვი და თამაში რომ იმას ვქენი რა ქვია თამაში რომ წარმოვიდგინოთ ხო ბაიერნის სისტემა სტილი სათამაშო ხო მე მგონია რომ მაგათ უფრო მოუგებს ბარსა უფრო გაუმარტივდება შეიძლება ვიდრე ინტერისნაირ გუნდთან რომელმაც შეიძლება ჩაგიკეტოს სივრცეები
გასაქანი არ მოგცეს და იყოს ჭიდაობა და ამ ჭიდაობაში მოგიგოს, ხო? და თან ინტერი მარტო ჭიდაობაც არ არის შემსრულებლები ძალიან ავი დონის ყავს, ასე რომ კარგი ფეხბურთელები ყავს ძალიან. მე ბაიერნი მირჩევნია პირობითად თუ ბარსელონა გავიდა ბაიერნი შეხვდეს, მაგრამ მგონია რომ რატომღაც მაინც მგონია რომ ინტერისკენ გადავიხრები ოდნავ ამ წყულში. აი მან პროსტა ერთი პრობლემა აქვს მანდაც ინტერსაც რომ დიდი ალბათობით ლაუტარო ვერ ითამაშებს. პირველ თამაშში ალიანს არენაზე. წინა რამოდენიმე გადაცემაში თქვი რომ ეს არის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გუნდების თვალსაზრისით. აფიშა ყველაზე პლუს ამას ემატება ის რომ ერთ-ერთი გუნდი ვერ არის როგორც შარშან წინ კარგები იყო ინტერი ძალიან ძლიერი იყო შარშან ლიგის ფინალით თამაშეს ეგეთ ძლიერი გუნდი ერთ-ერთი ვერ არის წელს ამ სეზონში. კაი, ბარსელონა დორტმუნდი საინტერესო წყვილი აქაც ლიგის ფაზაში შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ ის თამაში სინალდუნა პარკზე იყო დორტმუნდში და მოუგო იქ ბარსამ. დაახლოებით იგივეს ველოდები რა. დორტმუნდზე ახლა ბუნდესლიგაში რაღაცა ჯუდაშია, საშუალო თამაშობენ, მაგრამ ფინალი ითამაშა გულმა ჩემპიონი. ვინელოდა ხო წინასწარ. ვიცე-ჩემპიონია მოქმედი. დორტმუნდი ფინალში გავიდოდა. ასე რომ ახლა ხუმრობა არავისთან არ შეიძლება ცხადია, დააგროვა ამ გუნდმა გამოცდილება ფინალის გემო გაიგო, წინასწარში გავიდა, აგერ ანუ ის ხო არის ძველ გამოცდილებაზე ხო ვლაპარაკობთ. ანუ იცის რაღაცა, როგორ ითამაშოს პლეი-ოფები იცის. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბარსელონამაც მიუხედავად საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობისა, ეს შემადგენლობა შეიძინა რა ფლიკთან ერთად, ასე რომ ძალიან ყურადღებით იქნებიან და რაღაც სიურპრიზებს მაინც ნაკლებად ველოდები და რატო ვთქვი, რომ ეგეთ თამაშს ველოდები თქო, ორივე გუნდი შეუგდავს აქაც ხო ბარსელონა. გახსნილ თამაშში ძალიან რთული არ არის გამორიცხული, რომ ამათმა მოწეულმა დაცვამ ისევ რაღაცა იქ და არაუხომ ვერ ისწავლა ვერაფრით თუ ეგ დადგა, არ მგონია რომ ითამაშს, მაინც კუბარსი იქნება სავარაუდოდ იქნებიან, ხო, მაგრამ ერთი ჩავარდეს იქ დორტმუნდსაც კარგი შემტევები ყავს გაუტანონ უგოლიან შეხვედრებს ველოდები ორივე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგა არის და სურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელი არის და დორტმუნდმა რო ბარსელონა გააგდოს ეგეცაც დიდი სენსაცია არ იქნება მაგრამ ეს ის მე არ ვარ ხოლმე რა მაინც და მაინც ის ეგეთი გულშემატკივარი არ ვარ რომ აი ვამბობდე რომ ბარსელონა მოვიგებთ თუ რაღაცა ხო პირიქით უფრო ფრთხილად ვარ ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში დორტმუნდთან მაინც რატომღაც მგონია რომ საბოლოო და აი როგორც ბენფიკა საერთოდ არ მგონია ეს ბენფიკა დორტმუნდი ბენფიკაზე უკეთესი იყო მაგალითად რა და როგორც ბენფიკასთან იყო დაახლოებით იგივეს ველოდები იმავენაირ დამაჯერებელ მოგებას თან დორტმუნდმა მაგრა იჭიდავა ლილთან მოუწია ესეთი თამაში რა დაძაბული და ბოლო წუთებამდე აი ინტრიგა იყო რომ დამატებითში გადავიდოდა თამაში თუ დორტმუნდი გავიდოდა საბოლოოდ შეინარჩუნეს ის ანგარიში და გავიდნენ თან ბარსელონა თუ დააკვირდა ყველა შუადევნებ ხოლმე ბარსელონას რაღაცებს და გასახდელში აქვთ გაკეთებული coming soon და სამი ჩემპიონთა ლიგა კოპა დელ რეის თასი და ლა ლიგის თასის ის ხო განწყობა ისეთია გუნდში მაგრამ მუშაობენ რა შიგნიდან მაგრად მუშაობს ფლიკი რავი რა თქმა უნდა ფსიქოლოგები ისინი ყველანი ანუ იმდენად არიან აი რაღაცა მგონია რომ აი წეგან გიორგი რომ და ბარსელონა ბაიერნზე ვიყავი მე 2021 წელს დემირი ჯუტკლა და ელზაზული იყვნენ ბარსელონას ბრიუგეში და ჩემი შეყვარებული ბარსელონა ის ბაიერნის გულშემატკივარია და რა ვიცი აი როგორ ვიყავს თან თელი თამაშის განმავლობაში კარში არ დაუტყავთ და ნუ კატასტროფა გუნდი ყავდა მაშინ ლევანდოვსკი ბაიერნში აი ხო მაშინ ლევანდოვსკი ბაიერნში იყო და გაუტანა კიდევ თქო ძალიან რაღაცა ააშენა მართლა აი თავიდან ბოლომდე ააშენდა ეს გუნდი და ვერ ვიტყვი ხა ძველ დიდებას უბრუნდება თქო ძალიან ადრეა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს საუბარი და შეიძლება ერთ დაუბრუნდნენ იქ სხვა მესი ნეიმარი ის იყო ხიბლის რაზეც ვაპარაკობ ძალიან ის არა ძალიან ყველანაირი კუთხით ბარსელონა მზად არის იმისთვის რომ ძალიან მაღალ მიღწევებზე მისცა თავის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ყველას მომატებულია სანამ დავიწყებდით ლაპარაკს ფერან ტორესზე ვლაპარაკობთ ხო ფერან ტორესმა 9 გოლია გატანილი ლა ლიგაში უკვე 4 აქ თასზე თუ 5 აქ თასზე ფერას თავიდანები ინიგო მარტინეს კედელი ვიდგა არა ინიგო მარტინესი კარგად ფორმაშია ხო არის რაღაც განსხვავებული იმ მოწეულ დაცვას რომ დაუბრუნდეთ ისევ ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობს სულ პრესინგი მუშაობს რა თქმა უნდა ეგეთი სტილის ფეხბურთს ყოველთვის მოყვება ხოლმე შეცდომები და მაგ შეცდომების გამო ბარსელონა დაისაჯა არაერთხელ ამ სეზონში მაგრამ სამაგიეროდ ამ სტილს მოყვება ისიც რომ შენ გექნება უამრავი შესაძლებლობა იმის რომ მომენტები შექმნა მეტოქის კართან და ნუ შემსრულებლები არიან და ფორმაში არიან მაგიტო თამაშით ჩემი აზრით ბარსელონა ყველა გუნდს აჯობებს დღეს ვისაც არ უნდა შეხვდეს
და თუმცა რა თქმა უნდა რაც არ ნიშნავს რომ თამაში დაჯობა იმას რომ თამაში მოიგებ, მაგრამ ამ ბარსელონას აქვს რესურსი რომ თამაშით ყველას აჯობოს. სიღრმე აქვს ამ ბარსელონას. სიღრმეც აქვს. როტაციის საშუალება აქვს ამ ბარსელონას. მე თანხმებით ალბათ თქვენს როგორც ბარსელონას გულშემატკივარს ის რომ ბარსელონას თამაშების ყურების მუღამი დამიბრუნდა. ზუსტად. ფლიკის უკვე მადლობელი ვარ მაგის გამო. შეიძლება ისეც მოხდეს რომ 3 ტიტულის შანსი აქვს და ახლოს არის 3 და ვერ მოიგოს, მაგრამ და გული დაგწყდება და ის შემდეგი 2 დღეს 400-ზე იქნება, შეიძლება ფლიქსაც შეაგინო, ყოველს შეაგინო, მაგრამ მთლიანობაში რომ გადახარშავ მე ამ ყველაფერს იტყვი იმას, რომ მაინც კაია, რომ ის ხო, ის გუნდია, რომლის იმედიც ჰქონდა და რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც ბაიერს მოუგო, რეალს მოუგო, თან როგორ მოუგო და ყველას მოუგო, ამის ვისაც შეხვდა, რა ვიცი. ასე რომ ბარსელონა ამ წყულში ბუნებრივია ფავორიტია და ალბათ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც არის, თუმცა ყველაფერი ხდება ფეხბურთია და ხო არა ჩამველოდოთ ლიგა ხა ისეთ ჩამველოდოთ კი ბატონო ვერაფერს ვერ იტყვია ჩემი აზრით PSG-ს ძალიან გაუჭირდება ასტონ ვილას გაგდება ეგრე ვერ რატომაც მგონია რომ აი ესე რომ PSG გასულია გასული ვერავინ ვერ არის არა მე ისე ასტონ ვილას ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელი უნაი ემერი ყავს რა რომელსაც ჩავილა ქააქ ის კი ბატონო PSG-სთან ერთად ბარსაში ეგრე რო გავარდეს ოღონდ პარი სენ-ჟერმენი ხო ეხით რო გავარდეს მაგრამ მე მგონია რომ ასტონ ვილამ შეიძლება თამაში გადაიყვანოს დამატებით დროში არ ვიცი რასაც უყურებ მე ამ გუნდს და ყველა თამაშს უყურეთ ხო ეხლა კვარაცხელიას გამო პრაქტიკულად აი რაც დაიწყეს ეგ ყველაფერი თუ გახსოვთ დაიწყო Manchester City-სთან City-ს თავი დავანებოთ როგორ ფორმაში არის როგორ 2-0 აგებდა გუნდი ეგეთ თამაშს და აი კამბექი ბოლო ნახევარ-საათში ისეთ ფეხბურთი ითამაშა რომ მეთქი ესენი რომ სულ ესე თამაშობდნენ საერთოდ გულშემატკივარი გავხდები Paris Saint-Germain-ის თუ მიმყავდა ეგ თამაში და ეთერში ვთქვი რა ხო თურმე და კვარა ესწრებოდა ანუ პირველად იყო საერთოდ ჯერ არ ქონდა უფლება ესწრებოდა და მეთქი სულ ასე რატო არ თამაშობს ეს გუნდი იმიტომ რომ მანამდეც Paris Saint-Germain-ის თამაში იმის მერე სულ ესე თამაში დაიწყო იმის მერე სულ დაიწყო ეგეთი თამაში რა ანუ მართლა რაც იყო City-სთან ბოლო ნახევარი საათი იმის მერე ლამის ყველა შეხვედრაში და ბევრი ამბობს რომ ის საზომი არ არის ეს საზომი არ არის საფრანგეთში ვიწყდება რას რატო ეხლა ლიონები და მარსელები არ არიან ცუდი გუნდები ხო ისინი სულ შემართულები არიან რომ ამ Paris Saint-Germain-ს მოუგონ და ყველაფერს აკეთებენ მაგრამ ვერ უგებენ იმიტომ რომ ეს ერთი თავით და ორი თავით მაღლა არის უკვე იქ საფრანგეთის შეგნით და აქაც ჩემპიონთა ლიგაზეც ლივერპულთან გამოჩნდა პირველ თამაშში რაც უქნა ლივერპულს Paris Saint-Germain-მა ხო? ეგეთი რამე ესეთი ლივერპული ხო, რომელიც ძლიერია, გამართულია, ყველანაირად კარგია, დაახურეს თავზე. არა, მაგრამ თავარი ფავორიტი იყო. ბურთი არ შევიდა, იმან მოუგო თამაში და ძალიან კაი სამართლიანობა აღდგა მეორე შეხვედრაში, რომელიც შედარებით თანაბარი იყო, მაგრამ იქაც რო გავიხსენოთ, დამატებით დროში ისო Paris Saint-Germain აჯობა და მომენტები შეუქმნა და იმსახურებდა რა ორი თამაშის ჯამში, ძალიან იმსახურებდა გასვლას და ხო ასტონ ვილაი როგორი მომენტია ის ჩემპიონთა ლიგა არის თითქოს აშკარა ფავორიტია და აშკარა ფავორიტებზე დადგომა ასე ვთქვათ ხო ჟარგონით რო ვთქვათ არ მიყვარს ხოლმე მე იმიტომ რომ ის ასტონ ვილას შემთხვევით აქამდე არ მოსულა და ყველაფერს გააკეთებენ მაგრამ მაინც მგონია რომ აი ეს ისტრაფეები დემბელეს ფორმა კვარაცხელიას ფაქტორი ბარკოლა ის დუე რომელიც რავი მოინდომებს ეგეც 7 კაცში გადის და ვიტინია ჟოაო ნევეში არა მაგარი გუნდი ძალიან მე მგონი შევიცვალე ბოდიში რა ამოჭერით ეს რას თავარი ეცი რა არის თავდაჯერება არა მაინც გონია რომ ასტონ ვილა მაგრა ეთამაშება და შეიძლება მაგრამ მე აი ამას ვიტყვე დავამთავრებ თავდაჯერება შეიძლება ამ ყველაფრით ამ გუნდმა რა ლივერპულთან ეგრე იბრძოლო მენტალურად თუ ბოლომდე მზად არ ხარ შანსი არ არის ეგეთ თამაში პირველი თამაში მაგრა აჯობე და წააგე და კიდე მენტალურად მზად ჩახვიდე ხო ანუ ეგ ძალიან რთული რაღაცაა არა ენრიკეს მაგრა დაქვს ნამუშევარი თუნდაც ეხა ბოლოს თასის ნახევარფინალში რაკნეს 2-0 აგებდნენ და ერთი წამი ნერვი არ გატოკებიათ ისე მოუგეს 4-2 გავიგერო დუნკერია თუ ვიღაცა მაგრამ ისიც ხა სამოყვარულო გუნდი არ იყო და სტუმრად ქონდა თამაში და ფინალში ეთამაშებიან თასის ფინალში რეიმს ხო ეგეც მე გავრისკავ ხუთშაბათია დღეს იწერება ეს ეპიზოდი შაბათს PSG ეთამაშება ანჟერს და მოდი მიულოცოთ იმიტომ რომ PSG ჩემპიონი გახდა საფრანგეთის თუ იგებენ ჩემპიონები ხდებენ პრეზეც ჩემპიონები ხდებიან ეგეც ფაქტორია რომ ასტონ ვილადან ასტონ ვილამდე Paris Saint-Germain-ის მე თამაში არ უწევს. ანუ ერთი კვირის განმავლობაში მარტო ორ თამაშს თამაშობდა ჩემპიონატში არ უწევს თამაში, ასე რომ ასტონ ვილას მოუწევს იქ პრემიერ ლიგა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ახლა Paris Saint-Germain-ისთვის რომ ინდივიდუალისტები ხო საოცარი ყავს ხო პოზიციებზე, მაგრამ თან გუნდურა ანუ გუნდური ქიმიაც იგრძნობა რა ამათ შორის რა მოწყვეტილები არ არის. სულ რომ აი
უბნის გუნდი რო იყოს ეგ მწვრთნელი არ ყავდეს Paris Saint-Germain-ს, ხო ისეთი ხალხია რომ მაინც ვიღაცა მას Aston Villa შეიძლება მაინც გააგდონ, მაგრამ ლიგა ერთ მაინც მოიგებენ. ხო, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება ის, რომ გუნდია რა, ერთმანეთს გრძნობენ, შერწყმული თამაშობენ, მაგიტო აი რამდენად შეძლებს რომ ესენი გააჩეროს Aston Villa-მ და თავის შანსები მაქსიმალურად გამოიყენოს. ცოტა ეჭვი მეპარება. მოკლედ ესეთი წყვილები გვაქვს. ძალიან საინტერესო, დღეს აღამოდან უკვე ჩაუსხდებით ჩემპიონთა ლიგას და ორკვირიანი ზღაპარი გველოდება, მე უკვე ნახევარფინალისტები გვეცოდინება. ჩვენ დაუბრუნდებით, ვისაუბრებთ ისევ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა ეპიზოდებში, იმიტომ რომ მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი და სანამ დავამთავრებდეთ ჩვენთან ამ ბლოგს და გადავიდოდეთ მესამე ბლოგზე თამაშზე, მე მინდა კითხო როგორი რაღაც იცი, რომ მოდი მითხარი ელ კლასიკოები გვემთხოვა ერთი ის რომ თასის ფინალი ვიცით. მეორე ის რომ შეიძლება ელ კლასიკო გადამწყვეტი იყოს ლა ლიგაში, იმიტომ რომ დამთავრებამდე 3 ტურით ადრეა, ხო? თუ 4 ტურით ადრე უწევს და ეგ ალბათ გადამწყვეტი იქნება და ჩემპიონთა ლიგაზე ყველანაირი მოცემულობა არსებობს იმის, რომ ელ კლასიკოც ვნახოთ. ჩემი ჩემპიონი რა არის შენთვის ელ კლასიკო, ეგ მითხარ და დავამთავროთ. ბავშვობიდან ორ რაღაცას ველოდებოდი ყველაზე, მაგრამ ფეხბურთში ეგ იყო საქართველოს ნაკრების თამაშები. და ეს მოლოდინი დიდხანს გრძელდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ნაკრებები იშვიათად არის და იყო რომ მოახლოვდა ის თვე რომ 26 მარტის ბოლოს ემთხვეოდა ხოლმე ხშირად როგორც ეხლა ადრეც ხო კალენდარის ანაკრებო ერთ და იგივე არის ყოველთვის და მარტი რომ მოვიდოდა ხოლმე 26-ში 28-ში იყო თამაშები, დღეებს ვითვლიდი რომ პატარა ვიყავი რომ ნაკრების თამაში მოდის. ეგრე იყო ელ კლასიკოც სეზონის წინ კალენდარი რომ გინდებოდა ხოლმე. უყურებდი სადარი ხო? მქონდა როდის არის ელ კლასიკოები რა, იმიტომ რომ იყო პერიოდები, როცა შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყო კლასიკოები, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ერთნაირად საინტერესო არის და ყველაზე საკლუბო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩია ჩემთვის კლასიკო. ჩემპიონატის რიგით თამაშები რო აიღო, არ მჯერა რომ რეალი ბარსელონაზე ყურებადი რამე არის მსოფლიოს მასშტაბით. შეიძლება მაგის მიზეზი ბევრი იყოს, ის რომ ბოლო წლებში აწყდებოდა მესი, რონალდო, მოურინიო, გვარდიოლა, ისეს რა მნიშვნელობა აქვს მიზეზი? იმიტომ თამაშობდნენ ისინი იქ, რომ რეალი და ბარსელონა არიან. ხო მიზეზის მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ადრე ფიბუს გადმოსვლები, გადასვლები, 0-5-ები, 5-0-ები, ძალიან ბევრი ფაქტორი იყო ყოველთვის, რომ ეს თამაში ყოფილიყო ყველაზე ყურებადი. პაბლო 48-ში მობრძანდით და უყუროთ ერთად ელ კლასიკოებსაც და კარგ თამაშებსაც. სადაც ახლა ვიმყოფებით და მადლობა კიდევ ერთხელ მათ ამ სივრცის დათმობისთვის. პავლიკ, ასად არ გიშვებთ. მესამე ბლოკი გვაქვს თამაში, ერთად გავერთოთ, ვითამაშოთ, პატარა ტესტი არის და კვიზის სახით იქნება რა და გაჩვენებ. ნახოთ აბა. მოკლედ მესამე ბლოკში ავხსნათ რა თამაში გველოდებთ. გამოიწერეთ ჩვენი Facebook-ი გვერდი და TikTok-ის გამოყევით, გამოიწერეთ პირველ რიგში YouTube-ის ჩვენი გვერდი, არხი და აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარების დაგვიწერეთ, რომ ვიდეოთ რაზეც თქვენ გინდათ, აი თუნდაც ელ კლასიკოზე, ბარსელონაზე, რეალს, ჩემპიონთა ლიგაზე, ყველაფერზე. მოკლედ. გადავედით მესამე წავედით ბლოკზე. მესამე ბლოკი უნდა დავიწყოთ ახლა და უნდა ვითამაშოთ პავლიკასთან ერთად. თამაში მდგომარეობს შემდეგში, რომ ფეხბურთელის კარიერის მიხედვით პავლიკამ უნდა გამოიცნოს თუ რომელი მოთამაშე იქნება ეს. ბაზელი, შალკე, სევილია, ბარსელონა, სევილია, ალ-შაბაბი და ჰაიდუკ სპლიტი. ადვილია ხა ეს მოაღიაროთ, რომ ვინც გვიყურებს ალბათ ყველა გამოიცნობს და ივან რაკიტიჩი რა. აბსოლუტურად მართალია. არსენალი, ოქსფორდი, შეფილდ ვედნესდი, როტერჰემი, ვულვზი, ხეტაფე, რედინგი და ასტონ ვილა. ის კონდა ეს ნატანჯი კარიერა საჯანდაბაში ოქსფორდი, შეფილდი, როტერჰემი. მარტინესია? არა. რომელი მარტინესი? დებუ. დებუ მარტინესი, კი ბატონო. კორინთიასი, შახტარი, ანჟი, ჩელსი, არსენალი, ისევ კორინთიასი, ფულემი, ოლიმპიაკოსი და ფულემი. ეხლა ფულემშია? კი. აიცერცე. აი შახტარსა და ჩელსის შორის ანჟი ბევრს არ ემახსოვრება. უფრო შახტარიდან ემახსოვრებათ რა. ნუ ანჟის პერიოდიდანაც ყველა წაიყვანეს რაღაცები. კარლოსიც იყო. ვინ არის რამირესი, ვინ არ ვიცი. ეს არის ვილიანი. ვილიანი, რამირესი, ვილიანი, ვეღაც ერთნაირები არა. 3-დან 2, ერთი გაიმაზა. სან პაულო, სარაგოსა, ხუვენტუდი, პალმეირასი, რომა და მილანი. ის არის კაფუა. კაფუა, კი ბატონო. 4-დან 3. ატლეტიკო, ლივერპული, ჩელსი, მილანი, ატლეტიკო და საგანტოსუ. აი, გეტყვი რომ ეს საგანტოსუ იაპონური გუნდია. წესი ტორესის კარიერაა, ხო? ფერნანდო ტორესი, კი ბატონო. 5-დან 4.
აიაქსი, ჰამბურგი, რეალი, ტოტენჰემი, ისევ ჰამბურგი, ბეტისი, მიტიულანდი და ესბერგი. მანდ ვარტია ეს. შეფილდ იუნაიტედი, ნორთჰემპტონი, ტოტენჰემი, ისევ შეფილდი, Queen's Park Rangers-ი, Aston Villa, City და Milan. აი, ბევრი ინგლისური გუნდი რო არის, ეგრევე მენძრევა რა, არა მევასე, მაგრამ ეს ლოკერი არის. კაი ლოკერი, კი ბატონო. 7-დან 6. Boca Juniors-ი, Barcelona, Villarreal-ი, Boca და Argentinos Juniors. რიკელმე არის. Juan Roman Riquelme ლეგენდარული არგენტინელი, კი ბატონო. მადლობა რომ ჩამისვი. Corinthians-ი, Benfica, Alverca, Salgueiros-ი, Porto, Barcelona, Chelsea და Fluminense. მაიცა ხერხი. ნუ პორტუ ჩემპიონი გახდა, იქიდან წავიდა ბარსელონაში, ხო? დეკუა? დეკუა, კი ბატონო. Schalke, Werderi, Reali, Arsenali, Fenerbahçe და Başakşehir. ესე ძალიან ადვილია ვიღაცა. და ამის მომენტი. მინიშნებას მოგცემ, რომ მიბაძა ქართულ სპორტსმენებს ზოგიერთს და პოლიტიკაშია. კონკრეტულად რას აკეთებს ვერ იოზილი. მესვით იოზილი, კი ბატონო. ოზილს რო ვერ მიხვდები. 10-დან 9. ყველაფერი ემთხვეოდა თან. მე მგონი ტესტი ჩაბარებულია.